ოჯახში სტრესი ბავშვისთვის ძალიან ცუდია და დიდ ზეგავლენას ახდენს. წარმოიდგინე, რომ როდესაც დედმამაც ჩხუბობს, ბავშვი მუდმივად დაცვის რეჟიმშია. მან არ იცის როგორ გაუმკლავდეს საკუთარ სხეულს, ისტრესება და კონცენტრირება არის ამ სტრესიდან დაცვა. ხოლო მეორეს მხრივ ისეთი ბავშვი, რომლის მშობლებიც არიან მშვიდად, სწავლას, სხვა საგნებს უფრო მეტი ყურადღებით და კონცენტრირებით უდგება და მეტი წარმატებაც აქვს, როგორც სკოლაში, ისე გარეთ. მშობლებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. პატარებმა არ იციან როგორ გამოხატონ. მაგრამ იცოდე, თუ ბავშვი ვერ ახერხებს ყურადღების მოკრეფას და კონცენტრირებას, პირველ რიგში არის მშობლის ბრალი. გაუბრთხილდით შვილებს, ნუ შევქმნით სტრესს, გაიხარეთ.